მოგესალმები, დადგა შაბათი დღეს აღამოს ხრისნახევარებასა შინახართ, ზოგის ნეულებასა შინა, ჩვენი მსმენელი, მაყურებელი, ზოგი ადამიანი ძალიან გიჭირთ, ვიცი ყველას, ამ ბოლო ხანებში მით უმეტეს პატიმრები მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველნი და ყველა ის ადამიანი, ვისაც მოკითხვა ჭირდება და ვინც მარტო გრძნობს თავს ამ ძიმე პერიოდში, ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ის, რომ ადამიანებმა მართლა ძალიან მოიწყინეს ზოგმა უმიზეზო, ზოგმა მიზეზით, მაგრამ ამას არ უღრმავდებით ჩვენ და რაღაცა ჩვენი მოწყენით ზოგჯერ სხვებსაც ვაწუხებთ. მათ შორის ეკლესიურ ადამიანებზე უფრო მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს არ ესმის იმდენად თუ სად მოიწყინოს, რა იგლოოს, რა საერთოდ უნდა იგლოოს თუ არა და ამასთან დაკავშირებით რატო დავდივართ მოწყენილი სახეებით, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიახლოვებით ესეთი თემა იქნება. მოვიწვიეთ ჩვენთან უსაყვარლესი ჩვენთვის სტუმარი მამა გიორგი თევდორაშვილი. დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა მობრძანებისათვის, ძალიან მოგვანატრეთ თავის სიმართლე გითხრათ, თქვენც გადატვირთული იყავით, გადევნებდით თვალყურს სხვადასხვა არხებზე და გადატვირთული იყავით და ვერ იცლიდით ჩვენთვის ვიცი, მაგრამ რომ მოიცალეთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და თუ შეიძლება მამაო რა მიზეზი უნდა კონდეს თუ არა ქრისტიანს მოწყენისა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდები იყო, როცა ქრისტიანებს ცნობდნენ იმით, რომ ერთმანეთს თბილად, სიყვარულით და სიხარულით ეგეგებებოდნენ, მაგრამ დღეს უკვე აღარ არის ეს პერიოდი. არის ეს ყველაფერი პერიოდული, რაღაცა დრო შეიცვალოს, შეიძლება და აი ხა შეგიძლია მოწყენა თუ არა. აი როგორი სახით უნდა დადიოდეს ქრისტიანი და სხვა უნდა გაითვალისწინოს თუ არა ქრისტიანმა იმ დროს, როცა იწყენს ან არ იწყენს. აი სხვას უნდა ანახო თუ არა შენი მძიმე მდგომარეობა. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირდეს. პირველ რიგში მადლობა გიორგი რომ მომიწვიეთ. მე თქვენთვის ყოველთვის მცალია. მე ისე მიყვარს ეს ტელევიზია და ეს ეთერი რომ ყოველთვის გამოვნახავ დროს, რომ ძვირფას მაყურებელს ვესაუბრო. შენ რომ კითხვას აყალიბებდი, გამახსენდა ესეთი ნათქვამი აქვს ებრაელებს, რომ 6-მა ებრაელმა შეცვალაო მთელი სამყაროს ცნობიერება. მოსე ამბობდაო, რომ ყველაფერი მაღლიდან მოდისო. ანუ უფლისგან მოდისო. სოლომონი ამბობდა, რომ ყველაფერი გონებიდან მოდისო. იესო ქრისტე ამბობდაო, რომ ყველაფერი გულიდან მოდისო. ეს რო იყო ფსიქოლოგი დამავიწყდა მათი ფროიდი ამბობს, რომ ყველაფერი სექსუალური ორიენტაციიდან მოდისო. მარქსი ამბობდა, რომ ყველაფერი მუცლიდან მოდისო. ხოლო აინშტაინი ამბობს, რომ ყველაფერი შედარებითია. როცა ჩვენ ადამიანებზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ეს ადამიანი არის მორწმუნე თუ არ არის მორწმუნე. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვსაუბრობ მორწმუნე ადამიანებზე. თუ ადამიანი მორწმუნეა და ინახავს მარხვას, აი მარხვის დასაწყისში არის შენდობის კვირა. და შენდობის კვირას ეკითხება ესეთი სახარება, როცა ქრისტე არიგებს მორწმუნეებს, როცა მარხულობთო ნუ იქნებით მწუხარენ, როგორც ორგულნი. ანუ ორგული ადამიანები იყვნენ ფარისევლები, ანუ მზაკვარი ადამიანები, რომლებიც ვითომ მარხულობდნენ, გარეგნულად მწუხარე სახით დადიოდნენ, პირს არიბანდნენ, თმებს არივარცხნიდნენ და ქრისტე ეუბნება თავის მოციქულებს და მოწაფეებს, რომ აი ამათნაირი მარხველები და ამათნაირი ადამიანები ნუ იქნებით. ანუ შენ სახეზე იცხევ, ანუ შეგიძლია ჩვეულებრივ სუნა მოიცხო, დაიბანე, დაივარცხნე და ადამიანებს ეჩვენენ მხიარულად. ისე კი არა რაღაც მოსულელო და გამოშტერებული, არამედ ნუ დაიყენებ სახეს, რომ ვითომ შენ ძალიან განიცდის შენ ცოდვებს, მთელი კაცობრიობის ცოდვები გაწუხებს, თითქოს ძალიან დიდი სინანული გაგაჩნია და ამ დროს შინაგანად ბოროტი და ესე თქვათ მზაკვარი ხარ. ქრისტიანი ადამიანი მაგალითად როცა დიდი მარხვა დაიწყო, მე ჩემ როლს წმინდა მამების დარიგებები, ესე თქვათ, უქადაგე და ეს დარიგება არის 10 დარიგება დიდ მარხვაში და პირველი დარიგება არის რომ გიხაროდეთ, ანუ ლოცვა, მარხვა, ეკლესიაში სიარული, სინანული და საკვების მოკლება შენ არ უნდა შეგეტყოს სახეზე, აი დააკვირდე ზოგიერთი მარხველი ისეთი სახით დადის, რომ თითქოს აი რა ვიცი, რაღაც გარდაეცვალა, თითქოს მთელი კაცობრიობის ცოდვები აწუხებს და ასე შემდეგ. ანუ გარეგნულად პავლე მოციქული გიხარობდნენ და მკლავას გეტყვით გიხარობდნენ. რა უნდა გიხარობდეს? ახლა იტყვის ვიღაც რომ საშინელ მდგომარეობაშია ქვეყანა, ნახეთ ეკლესიაში რა ხდება, ნახეთ ეს როგორ არის, ის როგორ არის, ჩვენ რა უნდა გიხარობდეს ხომ? რა თქმა უნდა. არც დამწუხრებული უნდა იყოს ძალიან როგორც ფარისეველი, მაგრამ არც სულელევით არ უნდა იცინოდეს. ადამიანი უნდა
შესაბამის მდგომარეობაში. მოდი მოძღვარი ავიღოთ გიორგი, რაღაც სხვაზე ვლაპარაკობ, ხო? როცა ეხლა გარკვეული ადამიანები მე როცა ვინც არ მიცნობენ და შორიდან მეყურებენ, ყველას მკაცრი გონი ვარ და ჩემთან გასაუბრების ეშინია და ხშირად თუ თქვენ ფოტოშორის. ახლოს ვერ მოდიან, მაგრამ როცა ჩვეულებრივ ტაძრის გარეთ მხედავენ სუფრაზე თქვა ან ეზოში და რაღაცას თქვა ხუმრობ, ვიცინი, მხიარულობ, უკვირთ რომ რა სხვანაირი ყოფილხართ. ხა ტაძარში ამბიონზე მოძღვარი ვერ იმხიარულებს, ხო? წირვალოცვაზე მხიარული ესეთი ვერ იქნები, რაღაც გალაღებული და იქ სხვანაირი მდგომარეობაში ხარ, სხვანაირი მოწოდებაში ხარ. აქ უფალს ესაუბრები და შუამდგომელი ხარ ხალხსა და უფალს შორის. მაგრამ ის ხალხი, რომელიც დამძიმებული ამოდის და შენ ხარ მისი ნუგეში, შენ ხარ ქრისტე მისთვის, ხო? მოძღვარი არის ხატება ქრისტესი ფაქტიურად, ხო? და წარმოედგინე ხარ ქრისტე რომ დამწუხრებული სახით ყოფილიყო და ხო, ქრისტე ამბობს რომ მოვედით ჩემ და ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ანუ ეს გამწუხრებული სახით კი არ უნდა განგისვენო, არამედ მე უნდა გითხრა რომ ნუგეშინია, მე ვძლიე სოფელს, ხო, ქრისტე ამბობს. ანუ ის პრობლემები ადამიანი რომ შემოვა ტაძარში, ის პრობლემები იქამდე უნდა დატოვოს მოძღვრის დამოკიდებულებით. მოძღვარმა ისეთი სახით ისეთი სიტყვით, ისეთი შთაგონებით და ისეთი სწავლებებით უნდა ანუგეშოს ეს ადამიანი, იქიდან გაღიმებული და ბედნიერი უნდა გამოვიდეს, რომ მას უნდა უკადაგოს ქრისტე, მას უნდა უკადაგოს სიყვარული, მას უნდა უკადაგოს სიწმინდე, სინანული, თავდაბლობა და ყოველივე ეს და არა ის, რომ აუ შესაწყალო, შესაცოდაო, შენ ახლა ჯოჯოხეთში წახვალ და შენ არაფერი აღარ გეშველება. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ ტაძრიდან მოდის ისეთი დამწუხრებული და ისეთი სასწარკვეთილი, რომ მისი მოbrunება უკვე ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მას უთხრეს რომ ვერ ცხონდება, მას არაფერი არ ეშველება, რას გავს, რამდენიმე მდგომარეობაშია და რა ვიცი, უამრავი რამ კიდე. მე რა თქმა უნდა არავის ჭკვაზე არ ვადიგებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მოვა ნარიყალაზე, ეს სულიწმინდამ გამომიგზავნა მე, ან ნებისმიერ მოძღვარს, რომელიც ჩვენთან მსახურობს. და ვფიქრობ არა იმის დამწუხრებაზე, იმის ვთქვათ, განრისხებაზე და გაძევებაზე, არამედ ეს ადამიანი როგორ გავათბო, როგორ ჩავიხუტო, როგორ მოვეფერო, როგორ აუხსნა, რომ ჩვენი ღმერთი არ არის მუჰამედი, რომ ჩვენი ღმერთი არ არის ალლაჰი, ჩვენი ღმერთი არ არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე. რომ ჩვენი ღმერთი არის წმინდა სამება, ეს როგორ დავანახო მე როგორ მიყვარს ღმერთი. შეიძლება ძალიან ბევრმა მოძღვარმა ძალიან ბრტყელი ილაპარაკოს გიორგი, ჭყალებში ლაპარაკობ, მაღალფარდოვანი სიტყვები და წირვის მერე რომ დაელაპარაკო, შეიძლება დედარ მოგაქციოს ყურადღება და საერთოდ არ დაგითმოს დრო, არსალია, ხო, ბუნებრივია. ესეთი რაღაცებიც ხდება. აქედან გამომდინარე, მე ურჩევ ყველა სასულიერო პირს, არა მაქვს შეიძლება ამის უფლება და ყველა ქრისტიანს, ვისაც დღეს ქრისტიანი ქვია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმე და ეკლესიაშიც შემოაღწია ერის სულმა. ანუ აი უკვე შფოთი შემოდის, რაღაც სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რაღაც ხელს იშვერენ ეკლესიას, განწმენდას მოგვიწოდებენ და ვისაც არ ეზარება, ყველა უკვე ჭყვაზე გვარიგებს, გიორგი, ხო? აი ამ დროს ჩვენ რაღაც თავში ჩარტყმულებივით კი არ უნდა ვიაროთ და ვაიმე და უიმე, არა, პირიქით უნდა დავანახოთ, რომ ესე არ არის ჩემო კარგო. თუ ერთ მოძღვარს შეეშალა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ იუდამ დაეცა, პეტრე და პავლე დამნაშავეა ამაში. იუდა რო შეცდა პეტრე და პავლეს მრევლი მოაკლდა ამ შემთხვევაში, ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მოციქულებს იმის გამო, რომ იუდამ რაღაც დააშავა? რა თქმა უნდა არა. აქედან გამომდინარე, ეს ვინ ყოფილხართ? ეს რა ხდება თურმე ეკლესიაში და ამის გამო ძალიან ფსევდო მრევლი შეწუხებული, ვაიმე მამაო, იცით რა ხდება და იცით რას ამბობენ ჩვენზე და უკაცრავად რა, ვისაც რამე ეჭვიებარება ეკლესიის ღირსებაში და ეკლესიის სიწმინდეში მოვიდეს და დადგეს ჩვენ გვერდზე, ჩვენ გვერდზე გააკეთოს ეფრემასურის ლოცვები წაიკითხოს მეტანიები და გაიცნოს ახლო ეკლესია, გაიცნოს ეპისკოპოსები, გაიცნოს მრევლი და ნახავს რომ სულაც არ არის ესე არ არის ჩემო ძრო. უბრალოდ ერთი რამე მინდა ვიცოდეთ რომ ძალიან კარგად ამბობს სოლომონ ბრძენი, რომ არის ჟამი მშვიდობისა და არის ჟამი ომისა, არის ჟამი სიყვარულისა და არის ჟამი სიძულვილისა. ეკლესიაში საკმაო ხანია მშვიდობა და წესრიგი იყო, ხო? და ახლა შეიძლება რაღაცა გარკვეული შფოთის დროს დადგა, გარკვეული ცილისამების დრო დადგა, რა ნახოს ღმერთმა ერთი რა ვაშკაცები ვართ, რა სულიერება გვაქვს, რა ლოცვა შეგვიძლია, როგორი თანადგომა შეგვიძლია ღლებს ერთმანეთის, ხო? როგორი ძმაკაცობა შეგვიძლია და რა ის რომ ახლა ერთმანეთს ქვები ვესროლოთ, ხო? ვისაც ეზარება ყველა უკვე ეთერში გამოდის და რაღაც ისეთ ტელევიზიებში ლაპარაკობენ და თავის სულიერ ძმაზე ამბობენ რაღაც ისეთ რომ აიმე სად გაიზარდა და უკაცრავად რა შენ რომ ახლა სხვაზე ლაპარაკობ, ხალხი შეიძლება შენ უარესი გააკეთო. გულის
ტკივილი უნდა გქონდეს, რომ ეკლესიის ერთ-ერთი წევრი, წარჩინებული წევრი არის მძიმე მდგომარეობაში, ხო? აქედან მარტო შეფასება ის, რომ ის ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ჯერ ტაბურატიკას გადაგვაყოლეს, ხო? ეხლა ცინაიც გვაყოლებენ. ხვალე რას მოიგობენ, გიორგი, არ ვიცი, ეს უკვე ძალიან დიდი ჭრილობები გაჩნდა ეკლესიის ხეულზე, მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის სული, საქართველოს სული არის მართლმადიდებელი ეკლესია და ეს სული არ არის სნეულებაში. ამ სულში არის რაღაც გარკვეული პრობლემები, გარკვეული რაღაც სნეულებები გაჩნდა და ამ სნეულებებს ეკლესიას აქვს სალბუნი, აქვს საშუალება ლოცვის, საშუალება მარხვის, რომ ამ ყველაფერს მივხედავთ, ოღონდ შორიდან ჭორიკნობის დონეზე და მithქმა მოთქმის დონეზე ნუ ვისაუბრებთ, მოვიდეთ ეკლესიაში და აი ეს ხალხი, ვინც ახლა ამას ბაზარში გვეკითხება, გიორგი, სამავშტო ტაკში გვეკითხება, ხო, სადღაც ორღობეებში გვეკითხებიან და თითქოს ძალიან გულისწყივად ეკლესიაზე უთხარი, რომ წამოდი რა წირვაზე ავიდეთ, წამოდი ამა და ამ ამავსთან მივიდეთ, წამოდი დავდგეთ, რაცა იქ უნდა ვიდგეთ და ჩვენ არ ავდგევართ, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი ერთი პერიოდი, გიორგი, ალბათ შენ გახსოვს 90-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა დაეცა და დამთავრდა კრახით მათი მოღვაწეობა, ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა ეკლესიას. და რაც ახლა დღეს მოხდა, გიორგი, ამას საუკუნის განსაცდელი ქვია, მე მგონი, ასეთი რამე ჩვენს ეკლესიაში არ მომხდარა. არ დაკონკრეტები, ყველა მიზეთ რაზე ვლაპარაკობ, ხო და აი ამ განსაცდელმა ტაძრები კი არ უნდა დაცალოს და მრევლმა კი არ უნდა მიატოვოს ტაძარი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს ეკლესიაში და ილოცონ სასულიერო პირებზე. იმიტომ რომ ეკლესია მარტო პატრიარქი და წმინდა სინოდი კი არ არის და ეკლესია მარტო მე კი არა ვარ. ეკლესია არის ყველა მართლმადიდებელი ადამიანი. რომ დავდგეთ მტკიცედ და შეურყევლად, ხალხო. ისე კი არა რომ თავები ჩავღუნოთ, თითქოს ესეთი დამნაშავეები ვარ და ვაიმე რა გვეშველება და აი ნახეთ ის ვიღაცამ ჯიპით გაიარა და თქვა გადაუღეს კამერით ვიღაცას თქვა იქ რაღაც და ამ დროს ხედავთ მამაო რა პრობლემები ყოფილა ეკლესიაში და მარტო იმას არ ვლაპარაკობთ, უამრავი მრევლი როა ძალიან ბევრ მოძღვართან. სოფელში, რაიონში რამდენი მოძღვარია, მრავალშვილიანი, რომ როგორი სანიმუშო ადამიანია და გინდა თბილისში, ხალხო. შეიძლება რომ ეხლა ერთ რაღაც გარკვეულ განსაცდელს თქვათ შევახოცოთ ხელები და თქვათ რომ აი თურმე რა დიდი პრობლემები ყოფილა ეკლესიაში. მადლობა ღმერთს რომ პატრიარქი ცოცხალია ხალხო და ჯანმრთელად არის. მადლობა ღმერთს რომ შესანიშნავი მღვდელმთავრები გვყავს, შესანიშნავი მღვდლები გვყავს, უამრავი მრევლი გვყავს და ჩვენ დასაღონებელი არაფერი არ აქვს, გიორგი, რა პირიქით. ჩვენ ეფრემასტურის ლოცვაში ვამბობთ რომ სულსა უქმობისასა და მიმომწილობისასა და განმაშორე მე. მიმომწილობა ეს არის მოწყენილობა რა. ადამიანს ახლა მოწყენის დრო არა ან უნდა იშრომოს, ან უნდა ილოცოს. ჯერ იშრომოს და მერე ილოცოს. და თუ ადამიანი შრომაში და ლოცვაში იქნება, გიორგი, აღარ მოიწყენს და ყველაფერი დაგადგება თავის ადგილზე რა. ძალიან დიდი მადლობა. მამაო, ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს რაღაც ჩავიკითხე, ძალიან ბევრი რაღაცა იმას ვქენი, მაგრამ ძირითადად ვისაც უკვირს ეს მდგომარეობა, ხო, მე ანუ დაუკვირდი და ერთ-ერთმა ძალიან ჭკვიანმა სასულიერო პირმა მითხრა, რომ ესო იმიტომ ხდებაო, რომ ამ ადამიანებს ეს უკვირთო, რომ ჩვენი ისტორია არ იციანო. თორე ესეთი რაღაცები ადრეც ხდებოდაო. უბრალოდ ეს ბრუნავს ეს ყველაფერი და რაღაცა ზოგჯერ დაჯდება ისე, რომ რაღაც სადაც შენ ცხოვრობ იმ ეპოქაში რაღაცა იგივე განმეორდება, ხო? ანუ ის რო იცოდენ კარგად, ხო, წინა პატრიარქებს რა მოვიდა და ასე შემდეგ, ბევრი რამ, ხო? უკვე ეს არ გააკვირვებთ. ანუ სწავლის პრობლემაც არის აქ. თუნდაც ის რომ შენ რომ მოწყენილი ხარ, ხო? ის რომ იცოდე რომ ძველი ქრისტიანები როგორი ხიმილის გამო რო იწვებოდნენ სიტყვაზე და მერე პრობლემა ექნებოდათ, ხო, რომ ქრისტიანებს ცნობდნენ იმით რომ ბედნიერები იყვნენ, ერთმანეთს რო ხედავდნენ, ხო? ეს რო იცოდე, ხო, დღეს არ იქნები შენ დაგრუზული და ესეთი სახით რაღაც წარვებს შეკრული და რაღაც, ანუ სხვა მომენტში არის მდგომარეობა, ხო არის მამაო, ყველა დროს თავისი ისა აქვს, ხო? ანუ რაღაცა ძირითადი არის რომ არ იმაშვება, არ იცვლება, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც იცვლებიან და ეს ადამიანები ეს რელიგია მოსდევს ხო ამ ადამიანებს. აი, თუ შეიძლება ეხლა არის ის დრო, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც კვდება რაღაცით, ხო, მე წუხარი სახით კი არ უნდა დავადგე, უნდა მივიდე და უთხრა, რომ შენ, ჩემო კარგო, კარგად იყავი, აი მე ბედნიერი ვარ ეკლესიაში, მოდი ჩემთან ერთად იყავი, ასე შემდეგ. ანუ ვიღაცა რო კვდება, ისეთი სახით დაადგება, თუნდაც სასულიერო პირი. შენ არაფერი არ გეშველება, ეუნება და ვაფშე გიждები, წარმოგიდგენთ, რა უნდა ქნა, ხო? ესეთი მომენტი, ანუ ყველა არის ისეთი, არავის არ ცალია და თუ მოიცლის ისეთიც. იმას გიზამ შენ რო წყალში გინდა გადახტომა, ხვალ დღეს გადახტები, ისეც აი ეს
ჟარგონები არ უყვართ ხოლმე ხმარ, მაგრამ ჩემისა ისე დაგრუზავს რა ადამიანს რა. თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით, აი რა უნდა ქნას ადამიანო, იმიტომ რომ მიდიხარ ეკლესიაში გვდეს სიტყვა, იქ დაგხვდება ვიღაცა პეტრე, ვიღაცა იქ სადღაც ვიღაცა დაგხვდება სიტყვაზე და ისეთ სიტუაციაში ბევრი მწერს გეფიცებით, რომ მივედი ბავშვაზიერებდი მოძღვარი. მე მომწერი სიმღერასაც მეუნებოდე, რომ ერთ-ერთი ახლა არ დავასახელებ რა, ისე უხეშად ექცევა, მე იქ აღარ მივალო. ანუ ეს მომენტი მამო გასათვალისწინებელი არის თუ არა, გაიფილტრო უნდა ეს ხალხი თუ არა, იმიტომ რომ უფრო მეც უშავებენ ფაქტიურად ეკლესიას, ვიდრე უკეთებენ რა. ზოგს ციანიდი და აქვს, ზოგს ისე არ ვიცი მე რა ხდება საერთოდ, მე არ ვიცი ესეთი თბილ ქვეყანაში ესეთი აზრები როგორ მოდით, მე ვერ ხვდები. თუ ვიგონებ თუ საქართველო თბილია. დიახ კოკასაშიგან რაც არის რუსთაველი ამბობს იგივე წარმოდინდებისო თუ მოძღვრის სული გამთბარია ქრისტეთი თუ მოძღვარი თავდაბალია მოსიყვარულია ხო ადამიანმა როგორ უნდა იგრძნოს საერთოდ მოძღვართან ყოფნა გიხარია და იქიდან სიმშვიდე მოგაქვს ხო ესე იგი კარგად არის საქმე რა შეიძლება მოძღვარმა სულ სახარებიდან გელაპარაკოს მაგრამ წუხარება შემოვიდეს და მაპატი დაიგრუზო რუსულად ვიტყვი ხო დამძიმდე მაგრამ აი მოძღვარმა შეიძლება წარმოგიდგენთ რომ სისოი დიდი გამოდის ამბიონზე მონასტერში და ეუბნება საძმოს რომ მამებო შვილებო ვიტიროთ ჩვენი ცოდვები ორი სიტყვა თქვა ხო და თელი მონასტერი ატირდა ვიტიროთ ჩვენი ცოდვები რა უნდა ამის თქმას ხო ასე რომ აი გულით უნდა ვისაუბროთ სულით უნდა ვისაუბროთ და აი ერთხელ ერთმა მოძღვარმა თქვა ამისი მოყოლა მიყვარს ხოლმე მე რომ საწყალი ღმერთმა აცხონოს დამოვიწყდა პოეტი რო იყო მე უფე შემახსენე სახელი. ესა შავხესურეთის მეუფე თადეოზი. თადეოზი ერთმა დეკანოზმა, ცნობილმა დეკანოზმა ჩააბარა აღსარება და ისე განიცადაო. დაჩოქილმაო სამჯერ შემოუარეთო ერთათო ტაძარს. წარმოვიდგინეთ ხალხო რა. რა საინტერესოა რა, რომ ისე ეთკინა იმას, ისე გაიაზრა იმის წუხარება. ხშირად ნორმალური მოძღვარი ცხოვრობს სხვა ადამიანების ცხოვრებით, გიორგი. რომ ხშირად გავიწყდება რომ მე ჩემი შვილები და ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახი მაქვს ხო ადამიანი რომელიც მოვა და გეტყვის რომ თელი კვირა საჭმელი არ უჭამია თქვა ან შვილის ნეულებაში ყავ ან მეუღლე საპატიმროში ყავ და შენ მას გვერდზე არ დაუდგები მარტო ის რომ ილოცე დილა საღამოს ლოცვები წაიკითხე და კვირას მოდი და ეზიარე ხო რა მარტივია და რა ადვილია რა უნდა იმას გამონახო დრო ჩამოუჯდე და მისი ჭირი და ხენი უნდა გაიზიარო აი ზიარება ქართულში ძალიან კაი სიტყვაა. ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით, როცა ქრისტეს ვეზიარებით და სხვებიც ეზიარებიან, ჩვენ ერთმანეთს ვეზიარებით, გიორგი. მოძღვარი და მრევლი ერთად ეზიარება ქრისტეს და ჩვენ ერთმანეთსაც ვეზიარებით ამ დროს. და მარტო იუმორით კი არ უნდა ვეზიაროთ და რაღაცა თანხის შემოწირულობით, კაცო. უნდა ვეზიაროთ წუხარებაშიც ადამიანს და რატო არ ეკლესია ძლიერი რომ ეკლესიაში თქვა, თორსა ადამიანი მოდის, ვიღაცას უხარია, ვიღაცას წინს რაღაც დამწუხრებულია ხო და ეს წუხარება და სიხარული ერთმანეთში ისე უნდა შენივთდეს რომ ადამიანი იქიდან ყველა ხიარული უნდა წამოვიდეს და ყველა გახარებული უნდა წამოვიდეს და თქვა რომ აი მე დღეს წირვაზე მომაქციეს ყურადღება კითხეს როგორ ახარ აი თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს ხო ისე კი არა რომ აი თქვა შვიდობა და მეტი არაფერი ხო დამლოცე და ადამიანი გაივლის ხო მოიცადე გაჩერდი რომ დაგლოცო ხო როგორ ახარ მე კარგად შენ ხო და დამთავრდა მეტი არაფერი ეს უკვე სიმბოლური სიტყვებია ფარისეულური სიტყვებია ხო როცა ადამიანი შემოვიდა მარტო წირვაზე კი არა და დაზარში სამსახურში სკოლაში უნივერსიტეტში რომ შემოვიდა და შეეკითხე რომ როგორ ახარ რაღაც შეხედე თვალებიდან ხო ყველაფერი ლაპარაკობს აი ყველაფერს დაინახავ თუ შენ ადამიანის თვალებში ჩახედავ მაგრამ ჩვენი თვალებში კი არ უყურებთ რა აცვია უხდება თუ არა გასუქდა თუ გახდა ვაიმე როგორ გახდი როგორ გასუქდი ვა მარხვაზე ხარ ის კი არა თქვა რომ ადამიანს შეხედე შეიძლება ძალიან ძიმე სენით არის დაავადებული და ვერ ამბობს შეიძლება ორი თეთრი აღარა აქვს ფული ხო რაღაცა ბანკის ვალი აქვს რაღაცა უამრავი რამ ეხლა დღეს მე მგონი რომ ჩამოთვლაც უკვე დამძიმება და სად უნდა დამშვიდეს გიორგი თუ არა ეკლესიაში თუ არა მოძღვართან თუ არა სულიერ ძმასთან და სულიერ დასთან იქ მარტო შენ აქ არ გაიარო აქ არ გამოიარო სანთელი აქ დაანთე ჯერ იქ მიდი მე აქ მოდი ეს რას გავხარ აგაცვია აქეთ გადადი იქით გადმოდი და ერთი პატერიკიც არის ხო რომ გამომაგდეს და ღმერთმა რა უთხრა მეც აღარ მიშვებენო შიგნითო მეც აღარ ავარო შიგნითო ხო იმიტომ რომ ძალიან მარტივია ღმერთთან ურთიერთობა და ჩვენ რაღაც წესები დავადგინეთ რომ აი აქ უნდა გადახვიდე იქ არ უნდა გადმოხვიდე აი მამაოსთან არ მიხვიდე არ დაელაპარაკო ჯერ უნდა ჩაეწერო მე რომ დაგიძახებს მე რომ უნდა მიხვიდე და დრო არ აქვს და ერთი კვირის მერე მიგიღებს და ერთ კვირაში შეიძლება მე აღარც მოვიდე მე ეკლესიაში ხო უნდა გადადო ყველაფერი და დაუძახო და მოდი და დაელაპარაკო ადამიანს ხო ადამიანი არის მიკროსამყარო ხო
ადამიანში ყველაფერია ჯოჯოხეთშიც არის და 64-იც არის ადამიანში. ხო და თუ ჩვენ სიტყვით ადამიანს მოვკლავთ, არ ვანუგეშებთ, არ მოვეფერებით, არ დავლოცავთ, აი ამიტომ არის ახლა გავიდეთ ქუჩაში, ამდენი დაღურემილი, ამდენი გაბოროტებული სახეა. და ეკლესიაში რომ მოვიდა და ნუგეში ვერ მიიღო, ხო? აი რატო იწყება ლოცვა სულიწმინდის მოწვევის ლოცვით, ხო? ყველა ლოცვა იწყება მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსე მადლითა შენითა, საუნჯეო უკეთილთაო, მომრიჭებელო ცხოვრებისო. მოვე ჩვენ შორის და წმინდა გვყვენ ჩვენ ყოვლისაგან ვიწისა. ეხლა ეს სიტყვები რომ ჩვენ წყნარათავ თქვა, ჩვენ ხოლმე მას როგორ ამბობთ? მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო ეს ამბობთ, ხო? ჩქარაჩქარა უფრო შეგვიწყალე აწლა მარადის დაუკვირდი უკისამდე და აბა ნელა თქვა, აბა თქვი უფალო მოვალეობის ხო უფალო იესო ძეუღთისაო შემიწყალე მე ცოდვილი აბა თქვი ნელა აბა დაუკვირდი აბა დაწნარდი მაშინვე დამშვიდდება ადამიანი მაგრამ არა ჩვენ ესე თქვა რაღაც ტყვიამფრქვევით ლაპარაკობთ ჩქარა იმიტომ რომ მე იქ ნახალამდებს მოусმინოთ მე მანიკური მე ჩაცმა მე რაღაცები მოკლედ სამსახური გაქცევა გამოქცევა და წუხარა იქნება მაგრამ ადამიანი უკვე ვეღარ ზიდავს თავის ხეულს ვეღარ ზიდავს თავის სულს იმდენად დამძიმდა მოდარ დუმბაძე ამდენად იმდენად ძიმი ადამიანის სული რომ ერთ ადამიანს უჭირსო მისი ტარებაო ერთ ადამიანს კი არა უკვე ხუთს გაუჭირდება გიორგი უკვე იმდენად დამძიმებულია და უკვე ეკლესიაში მოდის და ეკლესიის ხედავს რომ ეს მამაო ლიბერალი ყოფილა ეს ყოფილა ფანატიკოსი ეს ეკუმენისტი ყოფილა თურმე ეს ნარკომანი ყოფილა ეს მამათმავალი ყოფილა ეს თურმე შორინას წამლავდა ეს თურმე ადამიანი წარმოვიდგინეთ ეშმაკმა რა გააკეთა ეხლა წარმოვიდგინეთ უკვე ეხმურებიან მამაოს მამაო ხო არ მომწამლავ მამაო ტაბურეტკას ხო არ ჩამარტყავ და აი წარმოვიდგინე ეშმაკი როგორ ნავარდობს რა აი წარმოვიდგინეთ რა დამდოს დასაცინე წარმოგიდგენია ხალხო და ეს ამაზე ზოგიერთი მოძღვარი ცხოვრობს აი რა უნდა ვქნათ მამო აი მე აი მართლა მრევლის სახელით შეიძლება კითხოთ რა მართლა ძალიან ბევრი შეიძლება უღირსი ადამიანი შეხვედრია ყველას ხო ეხა აბსოლუტურად არ არსებობს ეხა არც პროფესია არსებობს არც არაფერი რომ 1-2 მაინც უღირსი არ იყოს ხო სიტყვაზე ძალიან ბევრი რომ შეგთან ყვირის ხო ეს კაბოსანი უფრო მეტად ანუ აი როგორ უნდა გავექცე იმას რომ დავინახო კარგი იმიტომ იგივე მორწმუნეც ხო სიტყვაზე რამდენი ცუდი შემხვედრია მაგრამ ну კარგი ხო შეიძლება დაინახო მართლა ღვთისმიერი და კაი ადამიანი ხო ანუ აი ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რომ კარგი დაინახო სიტყვაზე ვიღაცა რომ შეხვედრია мама ბეჟანი ცუდი ვიღაცა мама გიორგი სადღაც ხო შეიძლება კარგი იყოს სიტყვაზე უფრო არ ვიცი мама ბეჟანი ისე ვახსენე სიმბოლურად აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა გავითავშოთ იმიტომ რომ თქვენ სიცუდეში ღმერთი მე რატომ უნდა დავკარგო არ ვიცი მაგრამ არის ადამიანის ცნობიერება მაგ დონეზე რომ თუ შეხვდა ვიღაცა მამაო ცუდი აღარ მიდის ღმერთთან საბოლოოდ თვითონ ზარალდება მაგრამ ბოროტიც ხო იმას აწყობს რომ ეხა ერთმა მამამ თუ სიტყვაზე ციანიდია იყო ხო სიტყვაზე ვამბობ ხო ეს ხო არნიშნავს რომ ყველა მამაო ისეთები ხართ რომ აღარ გადამომწამლავთ ხო სიტყვაზე ესეთი მომენტია თან იმ ადამიანზე მაქვს მაპატია საუბარი როცა მამაო შეიძლება ექიმი ნახოთ ცუდი და სხვა ექიმთან მაინც მიდიხარ და აქ თითქოს ისე გაქვს რომ ანუ იქ გჭირდება ხო ექიმი და იმიტომ მიდიხარ აქ რა ეკლესია არ გჭირდება რო ტოვებ ანუ ეს კითხვა ხო შეიძლება დაუსვა სიტყვა ერთი ცუდი ექიმის გამო სხვა საუნთყოფოში თუ მიდიხარ და კარგს ეძებ და იპოვი ხო ერთი ცუდი მამაოს გამო წადი და სხვა მამაოც იპოვე კარგი ხო ანუ ის გჭირდება აუცილებლად იმიტომ რომ მოკვდები და ეს უფრო ანუ სულზე არ ფიქრობ თუ რა ხდება ანუ ეკლესია ხო უფრო მეტად ჭირდება ხო ანუ თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით აი რატო ხდება მამო ესეთი დაბალი დონის რელიგიური ცოდნა აქვს ქართველ ამ მართლმადიდებელ ადამიანს რაღაცა? აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. მე ასე ვფიქრობ, ჩემი შეხედულება მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქამდე მაპატიეთ სერიოზულ ხიბში ვიყავით. გვეგონდა რომ აი ყველაფერი კარგად არის, ეკლესიები სავსეა, ნახე რამდენი მრევლი მყავს, ნახე ყველა როგორ მორწმუნე გახდა. საქართველოში 85% პატრიარქს აღიარებს და ეკლესიის ავტორიტეტს. აი როგორც კი პირველივე რყევაზე, პირველი ტალღა დაეჯახა ეკლესიას, უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ აი როგორც მიყვარს ხოლმე ამ სიტყვების თქმა, აი ქრისტე მოციქულები ჩასხა ნავში და თვითონ ჩაიძინა. როგორც კი ქარიშხალი ატყდა, ხო, მოციქულების იმის მაგათო ლოცვა დაეწყოთ, როგორც ქრისტემ ასწავლა, აღშფოთდნენ და აღვიძებენ მაცხოვარს, რომ ჩქარაო გვიშველეო. და ქრისტე რა უთხრა, რატომ შეურგულდით ცირედ მორწმუნე? რატომ დაბრკოლდით, რამ შეგაშინათო, ხო? აი შეგვიძლია გითხრას პატრიარქმა და ქრისტემ ახლა რომ მამდებო ეს თქვენ ახართ კაცო რა დღეში ხართ? რა თქვენ არა ხართ წევს რომ ლაპარაკობ და ქრისტეს გარეშე არც ერთი წუთიო და თავარეპისკოპოს რო ზურგს აქცევ. ახლა ესე არ არის ვერ გავიგე. აი ეს არის რეალობა რომ დადგება უცბად, ხო? საქმეზე რომ მივა
თურმე ჩვენ სად ვანაობ რა პირველ კლასშიც არა ხარ ნორ ჯგუფში ხარ და გონია რომ უმაღლესში ხარ უმაღლეს ხმეთყველებას ხადაგებ და ამ დროს ნორ ჯგუფშიც არ ყოფილ ხარ თურმე ანუ ღმერთმა ჯერ ის ტაბურეტკი დაიწყო გიორგი ტაბურეტკი დაიწყო ის განსაცდელები ეხლა ცინაი და მესამე რა იქნება უკვე არ ვიცი რა ეს არის რყევები ეს არის ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ეხლა ვერ გავიგე ეკლესიის ისტორია წავიკითხოთ ხალხო რა იყო ეპისკოპოსებისგანაც რაღაც პრობლემები, იყო პროტოპრესვიტერებიდან პრობლემები, იყო იმპერატორებიდან პრობლემები, მაგრამ ეკლესია ყველაფერს წმინდა მამები და გონიერი და გამოცდილი ბურჯი მამები ალაგებდნენ ყველაფერს შვიდად და წნარად, ხო? რა, ამდენი პრობლემები იყო, სოფლიო კრებები რაზე იყო ხალხო, ამდენ წვალობლობაზე პაექრობა იყო, ფიზიკური შეხებები იყო, ხელის გარტყმები იყო და რეები აღარ იყო, ხო? და ეხლა ამათ უნდათ, რომ ყველაფერი შვიდად იყოს და ჩვენ ესე სეირნობით და გალობით შევიდეთ 64-ში რა. განსაცდელები არ გვინდა რომ დავითმინოთ? არ უნდა დავინახოთ ეკლესიაში იუდა ვინ არის და პეტრე და პავლე ვინ არის? თუ ყველა გონია რომ ყველა კარგები ვარ და ყველა სასულიერო პირი ძლიერია, ყველა მორწმუნეა, ყველა მართლმადიდებელია და ყველა თავდაბალია. არ არის ეგრე ჩემო ძვირფასებო რა. აი გუბეში წარმოგიდგენიათ გუბე ხო? თითქოს კამკამა წყალია. როგორც კი ფეხი ჩაყოფ და კენჭი ჩააგდებ, ესევე აინუღრება და იქ უცბად. და რუში რომელიც სუფთა და კამკამა რაც გინდა ჩააგდებ, აი არ აინუღრება და იმიტომ რომ სუფთაა და იქ არანაირი პრობლემა არ არის. აი ამ რყევებმა რომელიც ეკლესიაზე უფლის დაშვების გარეშე ხო არაფერი არ ხდება. უფალმა როგორც კი განსაცდელი დაუშვა როგორ ვიწყებთ ხო ჩვენ მაშინვე გარკვეული ეგრე მაშინვე ეს მცნობ ხალხზე გამარჯვებულ თუ საქართველოზე გამარჯვებულ ტელევიზიაში მივირბივართ და ვინდა ესე იგი რომ რუსთავი ორი ისე შეწუხებულია ეხლა რომ მეტი საქმე არ აქვს პატრიარქზე მეტზე არაფერზე ფიქრობს და ჩვენზე გარდა პრობლემა არაფერი არ აქვს რუსთავი ორი და მიდიხარ ამ მასონების ხახაში და საუბრობთ რა რომ თითქოს ეხლა ეგ დაგილაგებს ეკლესიას რა რა სისულელია ხალხო რა უბედურება არსებობს ხო საეკლესიო კანონიკა არსებობს ჟულის კანონი არსებობს სახარება პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას ეუბნება რომ სირცხვილი არ არისო რომ თქვენ წმინდები არაწმინდებში გადიხარ და ლაპარაკობთო და კან არა გაქვთ იმისი სულიერებაო რომ ერთმანეთში მოაგოროთო პრობლემებიო რა საჭიროა ამაზე გარეთ ლაპარაკი და საჭიროა ამაში ახლა რამდენი ადამიანი დაბრკოლდა გიორგი ახლა აი ამ ვაი ქადაგებებით და ვაი განკითხვებით და რაღაცეებით მე მესმის რომ ძიმე მდგომარეობა მაგრამ წამებებით მამაო ყველაფერს ყველამ დავიცვათ სახარებისეული სწავლება ვისაც და იმან გაიგოს რა საეკლესიო ჟულის კანონები ყველაფერი უნდა დავიცვათ და დაალაგდება ყველაფერი ეს ყველაფერი იმიტომ დაიწერა და დაალაგდა კანონების მიხედვით რომ ჩვენ როგორც კი განსაცდელში შევალ და რაღაც ფოთი შემოვა აი ამ კანონებით სახარებისეული მცნებებით პეტრე და პავლეს კანონებით უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი დაალაგდება და დამშვიდება და თუ ჩვენ ეხლა ამჩატდებით გიორგი და სასულიერო პირები პოლიტიკოსებს და ამსგავსებით უკვე ხო უკვე ლეიბორისტებს კი აღარ მოусმენს არავინ და თქვა სხვა ეგრეთ წოდებულ ნაცებს და ქოცებს უკვე აბა იმამაომ რა თქვა აბა მამაომ რა თქვა მე პავლესი ვარ მე პეტრესი ვარ მე ესა ვარ მე ისა ვარ და ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით განა გაიყო ქრისტე განა შეიძლება რომ ეს მოძღვარი ყველა მოძღვარმა ჩემი ძმები არიან მიმართა ქრისტეს სახელით უნდა ილაპარაკოს და ეკლესიის სახელით უნდა ილაპარაკოს წმინდა გარძამოცემის სახელით უნდა ილაპარაკოს და არა ისე რომ აი მე როგორ ფიქრობ მე ესე ვფიქრობ ეს რა მოუვიდა გასაგებია რომ დაეცა მამა გიორგი ხო შეცდა ცოდვაშია ხა ჩვენი ხელი წიხლი დავაჭიროთ და ვაგინოთ და აფურთხოთ აუ ეს სად გაიზარდა და შეწუხებული სახეებით ეს ვინ გაზარდა და ეს ვინ ყოფილა კარგით რა გამოუცდელები ვართ მართლა არ ვიცით იუდას რა დაემართა არიოს რა დაემართა ნესტორს რა დაემართა რამდენი მწვალებელი იყო ეკლესიის ისტორიაში ხალხო რამდენი მოღალატე იყო რა გონია აღარ არსებობენ იუდები და ორჯონიკიძეები და ყოზმანაშვილები აღარ არიან ხალხო არიან ისევ ხო მაგრამ პეტრე და პავლე მეტია მადლობა ღმერთს ხო პატიოსანი ღმრთები მეტნი არიან მადლობა ღმერთს და ნუ გეშინია ჩემო ძვირფასებო დამშვიდით დაწნარდი და აი კარგად დაუკვირდით ხალხო ისე დაიწყო მარხვა ისე დადგა მეორე კვირა რომ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს მარხვა აღარ აინტერესებს რომ ხალხ გრიგოლ პალამას ხსენება გრიგოლ პალამა ერთი კაცი ებრძოდა წარმოიდგინე თელ ასე თქვათ აი დაცემულ სწავლებას და აი პეტრეს არ გააგებინოთ მამაო რა იქიო კაი პეტრე და პავლე არ ვიცი მე გიორგი მაგრამ წარმოიდგინე რა იყო ხო მაქსიმი ამხარებელი ამასთან დაკავშირებით ბევრ ადამიანს გონია რომ მართლა შეიძლება ბოროტისაგან ტყუდება თუ თვითონ სიბოროტეს
არ ნიღბავს ამის უკან, მართლა მე ვიცი რომ სიბოროტე ინიღბება ამის უკან, მაგრამ უბრალოდ პიროვნებებზე მინდა რატომ მე შემდეგ იწყენენ და თუ შეიძლება კითხვა მინდა დაგისვათ რომ ძალიან ბევრს მგონია რომ ის გამოასწორებს სამყაროს. ეხლა ბევრმა მითხე გუშინაც აი უფროს ადამიანებთან ჩემს ასაპატიცემ ხალხთან საუბრობდი და უბრალოდ თქვეს რომ ეს ჩემი ბრალი ესმის. ამ დროს ანუ ცოტა სხვანაირად უნდა შეიძლება შეხედო, შენი ბრალი შეიძლება სულ არ იყოს, ეხლა მამალაძეს რომ რაღაცა სიტყვაზე აღმოაჩნდეს, ან ვიღაცა მღვდელი რომ ცუდად იქცევა. ზოგი თulis რომ მისი ბრალია და გამოსასწორებელი აქვს, მას არ ვიცი თვითონ თუ გამოსწორდა ის როგორ აღარ ჩაიდენს იმ ცოდვას არ ვიცი, მაგრამ ანუ ფაქტია რომ შეიძლება დააბრალო შენ თავს რომ ესე ხდება, ხო? სიტყვაზე, მაგრამ თან არ გაძლევს რელიგია იმის საშუალებას, რომ სიტყვაზე ხა მაცხოვარზე ხა ერთმანეთს სასულიერო პირმა კი იქადაგა, მაგრამ იუდა რო ყავდა გვერდზე, ეს არ იყო მაცხოვრის ბრალი, ხო სიტყვაზე, ხო? იუდამ რო გასცა, ეს იუდას ბრალი იყო, ხო? მან თქვა რომ ეს ჩვენი ბრალიაო, მამალაძე რო ესეთია, მაგრამ არ არის ხო სწორი, ხო სიტყვაზე ხა მამალაძე საერთოდ სხვა თემაა კიდე, მაგრამ თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით, ანუ ყველას ბევრ სახში გონია, რომ ბძენი არის და ამას უნდა მოусმინონ. ამას შეუძლია გამოასწროს. იგივე ძალიან ბევრი შეცდა აი რუსთავი ორთაზე გამოვიდა და გონია, რომ შეცდომებზე ილაპარაკა, რომ ეს უნდა გამოასწროს. ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ ეს მართალი არის და აი ესე უნდა იყოს. მამა როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, იმიტომ რომ ეს ხო საბოლოო ძალიან დიდი ხიბლია, რომ შენ გონია, რომ ამ იმას შეცვლი, რაც პატრიარქმა არ შეცვალა, რაც კიდე ამდენი წელია მოდის და რაც დროს საჭიროებს სიტყვაზე თუ არის რაღაც პრობლემები, ხო? აი მამა ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოიქცეს რომ აი ამ ხიბლიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ მართალია გენიოსი არის და ეხა ამაზეა ის რომ აი მაგრამ თვითონ არ მოუვა ასეთი რამე. ხო, აი ქრისტეს სიტყვა ამან თქვა. სახშიც ხდება მამა პრობლემა მარტო აი საერთაშორისო რო არ ვილაპარაკოთ ეს დიდ პრობლემაზე ოჯახშიც ხდება რომ აი სიტყვაზე ერთი გამოვა და აუ მე უნდა გამოვასწორო ეხა დავალაგო ის რაც ადამიანები მთელი ცხოვრება ესეთი ხასიათის არიან და შევარ ძალიან შემოვა დედამთილი და ამა უნდა დაალაგოს ეხლა გაიგენა ესეთი მომენტი ანუ ეს ხო ტყუდები ხარ ას დაალაგებ 20 წელი სხვაგან იზრდებოდა სხვა იმის არის ხო შეიძლება პატივი გცეს რომ კარგი თუ ხარ ხო მაგრამ რას ქვია დაალაგება თუ შეიძლება მამა აი მასთან დაკავშირებით გიორგი აი ბერი პაისი გამახსენდა ძალიან კარგად ამბობს ერთგან რომ აი როცა ესეთი გარკვეული შფოთიაო ეკლესიაში და ვიღაც აჩქარებით ალაგებს ამას უნდა რომ ყველაფერი მოაწესრიგოს ემსგავსება უგუნურს თიქაროსანსო რომელმაც დაინახა რომ სასანთლე ვარდებაო და გაიქცაო და სანამ სასანთლემდე მივიდოდა იქ ხალხს დაეჯახაო და უფრო მეტი შფოთი შეიტანაო ეკლესიაში უფრო მეტი ფორიაკი შეიტანა ეკლესიაში ესე ემსგავსება გარკვეული მოძღვარი ისევ ტყეპტყელად ლაპარაკობს და თავისი პატიოსნება ესე უნდა რომ დაამტკიცოს რომ აი ნახე ეს ვინ ყოფილა კაცო და რა ვიცი ესეთი რაღაცები ამიტომ მე მოუწოდებ ყველას გიორგი რა უნდა გავაკეთოთ ხალხო და ეკლესიაში ცნობილია ეს ყველაფერი წერია ბიბლიაში ქალაქი ნინევია იყო რა ვიცი საქართველოზე 5 ჯერ მეტი და უმერთმა გაგზავნა იონა წინასწარმეტყველი ხო და უთხრა წარმართები არიან წარმოიდგინე გიორგი რომ თუ არ იმარხულებთო და თუ არ გამოსწორდებით ეს ქალაქი დაინგრევაო ცხოველებიც კი ამარხულეს, ანუ ცხოველებს საჭმელი არ აჭამეს. თელმა ქალაქმა იმარხულა და გადარჩა ეს ქალაქი. აი ხო, ვინც მისმენ და ამ დროს ღორის წვადებით გეიფოს და ყველს ჭამს და ხორს ჭამს, ხო? დავანებო თავი რა, მოდი მithქმა მოთქმას, ქოთქოც, განკითხვას, ჭორაობას და რაღაცებს და დავიწყოთ რა დღეიდან მარხვა ხალხო. დავიწყოთ აი თელმა საქართველოს დავიწყოთ მარხვა, თელმა თბილისმა დავიწყოთ მარხვა. და ნახეთ როგორ დაალაგდება ყველაფერი და როგორ დამშვიდდება და დაწყნარდება რა. ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არა, კიდევ ვიმეორებ რომ ეკლესიაში შემოვიდა ერის სული გიორგი. ანუ რაც ერში არის მithქმა მოთქმა, აი შენ ქოცი ხარ მენაცი ვარ, შფოთი და რაღაცა პირდაპირ ეკლესიას უნდა დაემშვიდებინა ეგ სიტუაცია და პირიქით მოხდა ეკლესიამ კი ვერ დაამშვიდა ეს შფოთი შემოვიდა ეკლესიაში უკვე და ჩვენ სასულიერო პირები უკვე პოლიტიკოსები ვითავლაპარაკდით და ჩვენ ესე იგი ჩვენი ღირსება რო სხვას დავანახოთ, სხვაზე ვლაპარაკობთ სულს. მე უნდა დავანახო ის რომ მე მტკივა მამა გიორგი მამალაძე გასო, ჩემი ტკივილა ის ჩემი სულიერი ძმა არის ხო? რა მნიშვნელობა აქვს იმან ახლა გაასაგებია რომ როგორც კადრებში ჩანს საშინელებაა გიორგის რა ვიცი მე ძალიან სულად გავხდი რა ძალიან მეთკინა იმიტომ რომ მე მანამ ამ კადრებს ვნახავდი იბერიაზე ვიყავდი აქცენტებში და იქ თქვი რომ მე არ მჯერა მეთქი რაღაც ახლა კადრებს რო განახებენ და კიდევ ამრავი კადრები ყოფილა ხო ბუნებრივია ხა მე გამართლებას ამა გიორგის ვერ დავუწყებ მაგრამ ვერც წიხს ვერ დავადგავ გიორგი და ვერ ვიტყივა შეიუდა და ეს როგორ მოგივიდა ძმაო და შენ ჯოჯოხეთში უნდა წახვიდე და ეს რა გვიყავ რაღაცნაირად ეს ადამიანი უნდა ანუ გეშოთ და დავაყენოთ ფეხზე და რაღაცნაირად უნდა
გამოუსწორებელი ხო არაფერი არ არსებობს. მიუტევებელი ცოდვა. ეხზე დაყენება, მაგრამ მიუტევებელი ცოდვა ხო არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ამას გააკეთებს და პატრიარქი ყველაფერს პატრიარქმა რა იქადაგა თქვენ ალბათ რა ვიცი მოусმენთ ხო? სამებაში რა იქადაგა დავითს როგორ უღალატა ასე თქვა აბესალომმა ხო? ეს არის ჩვენი მიდგომა, ანუ ვინც არ მარხულობდით, ყველა მარხვა დაიწყეთ, აღსარება თქვით, მოინანიეთ, ნუ დაუწყებთ ახლა იმ მღვდელს, როგორი მანქანა ყავს, როგორ გამოიყურება, ხო, უამრავი კარგი მოძღვარი ყავს ეკლესიას. კარგი ეპისკოპოსები ყავს ხალხო და დავიწყოთ მარხვა, ლოცვა, სინანული და ჩვენ აღდგომას ესეთი შფოთიანები კი არ შევხვდეთ და დაბოღმილები და გაბოროტებულები. დარჩა 5 კვირა, ხო? აი ეს 5 კვირა რომ ვიმარხულოთ მართლმადებლებმა ყველამ, იმედი მაქვს, რომ დაწყნარდება და დამშვიდება ყველაფერი და ყველაფერი აქ უკვე შფოთი კი აღარ შემოვა ეკლესიაში. ეკლესიიდან მადლი გავა გიორგი, ქვეყანას მოეფინება ეს მადლი და განიკურნება მრავალი ჭრილობა, რომელიც ასე უხვად გამოჩნდა ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ქვეყანაში. დიახ, მამაო, ძალიან რაღაცა ისე მოწიწებით მინდა ვიკითხო. რამე შეცდომები შეიძლება რომ ხა ადამიანები ვარ და ყველას მოგდის, ხო? რამე შეცდომის გამო შეიძლება რომ ვისჯებოდეთ სიტყვაზე, იმიტომ რომ ანუ შეცდომებს მე საპატრიარქოში კი არ ვამბობ. უბრალოდ ერის შეცდომის გამო რა მხრივ ამბა იწერა თქვენ რომ ამბობ სიტყვას თუნდაც რო არ მარხულობენ ხალხი რაღაცა. ანუ არის რომ მომენტები რომ მართლა გული მწყდება და ჩემი კეთილი სალამი და რა ვიცი ყველაფერი მინდა გადავცე მე უფე სერაფიმე სიტყვაზე. ამ ადამიანს ესე რომ მიჩქმალა კუთხეში დააყენებ და სხვებს რო წამოწევ წინა პლანზე სიტყვაზე. აი ამ მომენტის გამო შეიძლება რომ სიტყვაზე ადამიანები ერი ისჯებოდეს თვითონ და ასე შემდეგ ეს ცოტა ხო ხშირად ხდება ხოლმე რაღაცის გამო ისჯება მთელ იმაზე არის ხო სენსაყაროზე და მე გამოფხიზდებიან რომ ხო ამის გამო ვისჯები და ამ ადამიანს მიაქცევ ყურადღებას და მე ყველაფერი კეთდება. არის რომ რაღაცა სიტყვაზე ღმერთს უყვარვარ და ყველა შეცდომას გვანახებს და წინ გვიდებს სიტყვაზე. ეს მომენტი ესეც ხო კაია რომ კიდევ კაი რომ შეცდომებს ხედავთ თუ არის რაღაც შეცდომა თვითონ ხო ჭირმა თავი მალაო და ვერ დამალაო რა ეს მომენტი რა თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით ხო არ ხდება ის რომ ფასეულს ვერ ვაფასებთ ჩვენ თუნდაც პატრიარქს ისე ვერ ვაფასებთ როგორც საჭიროა და ასე შემდეგ გიორგი აი კიდევ მოდი პატროლოგიას მამათა სწავლებას და ცხოვრებას გადავავლოთ თვალი ყველა დიდი მამა ისჯებოდა ფაქტურად, იდევნებოდა ყველა დიდი მამა. მე არ ვიცი, მე უფე სერაფიმეს სულიერი მდგომარა და მისი დანაშაული ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეყვარს მე უფე სერაფიმე და ყველა მე უფე და ყველა მამაო მეყვარს. ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ, მაგრამ მე კიდევ გავიმეორებ, რომ აი ოქროპირიდან დაწყებული ხო ბასილი დიდი გრიგოლფის მეტყველი, მაქსიმე ამხსარებელი, აი ყველა დიდი მამა იყო დევნაში და შევიწროებაში, იმიტომ რომ ისინი ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ და ამის გამო აი ძალიან კარგად ამბობს გრიგოლ ნოსელი მოსეს ცხოვრებაში, რომ აი მოსე რომ გარიყა ნილოსმა ხო ესე იგი, ოდესო ქრისტიანი მოძულებული იქნების სოფლისაგან სათნო ეყოფის ღმერთსო. ეს არის ნიშანი სათნოების. თუ ამ სოფელში მოგიძულობენ, ცილს გწამებენ, გდევნიან და ყვედრიან, ნეტარი ხარ შენ. და თუ გაქებენ და ყოჩაღ მეუფე, რა კარგი ხარ მეუფე, რა ძვირფასი მეუფეა, რა საყვარელი მეუფეა. როგორი ღიმილი აქვს რუსთავი. აი მე რა თბილია და ჩავეხუტე და ხო მადლი გადმოვიდა ვერ დაინახეთ და ერთ-ერთი ნიშანი დევნისა არის ნეტარება ხო ნეტარი ყავით ხო მართლა 9 ნეტარება კი აწერია მაგრამ 9 ბედნიერება ქვია 9 ნეტარებას ანუ ბედნიერები იყავითო თქვენ რომ როცა უსამართლოდ მეუფე სერაფიმე თუ უსამართლოდ იდევნება ნეტარია და თუ სამართად იდევნება მაშინ რაღაც გარკვეულ სასჯელს მოიხდის ალბათ ხო ჩვენ არ ვიცით გიორგი ჩვენ ხო მოსამართლეები არა ვართ არც мама გიორგის ახლა პროკურატურა საპატრიარქო პირდაპირ ენდობა პროკურატურას ხო პატრიარქი და წმინდა სინოდი ყველა ჩვენ უცხადებთ ნდობას გამოძიებას მე რა უფლება მაქვს ახლა ისე შევიტანო ეს კადრები თქვა ყალბია ღმერთმა იცის მე არ ვიცი დანარჩენი ახლა ჩვენ არ უნდა დავაჭიროთ წიხლი არავის მე უფე სერაფიმე ყველას დაავიწყდა უკვე ხო ფაქტიურად აღარავის აღარ ახსოვს კი არა ქრისტე არ ახსოვთ კაცო და პატრიარქი აღარავის აღარ ახსოვს ყველა ლაპარაკობს ამაზე რომ ვა მართლა და თან წუხილით კი არ ამბობენ გიორგი აი რაღაც ნიშნის მოგებით რომ აი ეს ვინ ყოფილ ხარ თქვენ კაცო აი როგორ მიყვარდი და ეხლა მე აღარ ვიმდი ეკლესიაში ხო კაცო განა ქრისტემ გაყიდა ქრისტე გაყიდეს ხო ქრისტეს ხო არ გაუყიდია იუდა გაყიდეს პატრიარქი ხო არ აპირებდა ვინმეს მოწამლას არა პატრიარქის მოწამლას აპირებდნენ ხალხო აი პატრიარქს რო დაეპირებინა სხვისი მოწამლა ეს ატირელი ეს ექნებოდა ხო ფაქტიურად ხო მე არ ვიცი კიდე ვისი მოწამლა უნდოდა და არ უნდოდა ეს ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი ახლა ერთი რაღაც მინდა ვთქვა რამდენად კი აი ვიცი ერთ მონაზონია საპატრიარქოში გიორგი რომელიც ახალგაზრდობაში ისე ყვარებია ინდირა განდი რომ ჩასულა დასად დაკრძალვაზე და ეხლა უკვე მონაზონია და თურმე სანამ პატრიარქი წავა გერმანიაში
სტუმრებთან ერთად ეკითხება ამ მონაზონს, როგორ იყო აბაო, აყოლინებს ინდირა განდიო, ვინ მოკლაო და დაცვა უწმინდესო, დაცვა მოკლაო ინდირა განდი. და რამოდიანი ვერ გაამეორებინა თურმე უწმინდესმა ამ დედაოს, რომ ვინ მოკლაო, ვინო დაცვა მოკლაო უწმინდესო, დაცვა მოდა. ახლა რამდენად ვისაც ყური აქ ისმინოს, ხო, ახლა რა ვიცი რა. კეისარს ვისი ჭრილობა, ვისი დარტყმული ეთქინა? ბრუტუსის, ხო? ვინც ყველაზე ახლობელი იყო და ვინც იყო. მე არ ვიცი კიდე ეს თვითონ პატრიარქმა თქვა, რომ დავითს ვინ უღალატა და საიდან მოდის ღალატი. იმიტომ რომ ჩვენ ყველა პატრიარქის შვილები ვართ და ყველა პატრიარქის, ასე თქვა, გაზრდილები და ნაკურთხები ვართ ფაქტიურად, ხო და არ ვიცი კიდევ რა როგორ არის, რანაირად არის, მაგრამ ეკლესიის ისტორიისთვის ის რაც დღეს ხდება, არაფერი უცხო არ არის და არაფერი ახალი არ არის. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძვერია და ჩვენი იარაღი გიორგი ამ განსასწრებში არის ლოცვა, არის მარხვა, არის თავდაბლობა, არის შერიგება და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. სულსა უქმობისასა და მიმოწვილობისა ნუ მე, ანუ უქმობაში არ ვიყოთ, უქმობა არის ეს უქმად მეტყველება, უქმის საუბარი, რაღაცა უაზრო გამოთქმები და რაღაცები. იმდენი საქმეა გასაკეთებელი, დიდი მარხვა, ამდენი საშრომია ქვეყანაში. ვიშრომოთ, ვილოცოთ, ვიმარხულოთ და დალაგდება ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი პატრიარქი კარგად არის, ჯანმრთელად არის, დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა. ყავს შესანიშნავი ეპისკოპოსები, ყავს შესანიშნავი მამები და დანარჩენი ნენელად დალაგდება ხალხურა და ამიტომ კი არ მივატოვოთ ეკლესია, უნდა უფრო ეკლესიაში მოვიდეთ და ვინც ამხილებელია ეკლესიაში ვამხილოთ და არა ეთერში თქვათ, ხო? ის აი მამაო ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს საქმე უნდა გამოსულიყო, ადამიანებს უნდა დაესვენათ, იმიტომ რომ აი ცუდი ვინც არის მღვდელი რაღაცა, უნდა გამოჩნდეს ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანებს რა არის მითიც ის ადამიანები, რომლებიც სიტყვაზე თავის ოჯახზე გარეთ არავინ არაფერს არ ამბობს და მართლა არ უნდა თქვა შენ ოჯახზე, იმიტომ რომ რაღაცა არის, რაც არ ითქმევა და პირიქით დაამცირებს შენსას, ხო? ესეთი მომენტია, რომ ეკლესიაც ხო თვითონ მე ბევრი ვიფიქრე, გამოსულიყო, არ უნდა გამოსულიყო ეს ამბავი სიტყვაზე, ვიღაცაც მამაო ცუდია იცოდენ თუ არ იცოდენ. ანუ რა არის იცით მამაო, ეკლესია არის ოჯახი. პირველ რიგში ყველაზე დიდი ოჯახი არის ეკლესია. როგორც შენი ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გამოვიდეს, ხო? ეხლა მეუღლე ასაკეთებს, შვილი ასაკეთებს რაღაცა, ეს ხო შენი პირადი პრობლემა არის, შენი ის არის, ხო? რატო ეხლა გამოხვიდე და ილაპარაკო სიტყვაზე ქუჩაში, ხო? ის რაც შენ ოჯახში ხდება, ანუ არ არის მიღებული და არც არავის ისე არ უნდა აინტერესებდეს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის ეს თემაც გარეთ არ უნდა გამოსულიყო და არ უნდა გამოვიდეს, ზოგის გონია რომ უნდა ეკლესიის სწავლებაა, გიორგი, შენი აზრი კი არა, ასე ეკლესიის სწავლებაა ეს, რომ არ უნდა ისაუბრო გარეთ ეკლესიის პრობლემებზე. ეს არის მოციქულთა 34 კანონი, პირდაპირ თუ ვინმე აქვს საშუალება წაიკითხოს ეხლა, რომ ყველა ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში უნდა მოაგოროს თავის საქმე და ეპისკოპოსთა შორის უპირატეს პატრიარქს ის გარეშე არ უნდა გააკეთოს არაფერი. მღვდელმა ეპისკოპოსის გარეშე არ უნდა გააკეთოს არაფერი და ეპისკოპოსმა პატრიარქის გარეშე არ უნდა, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი შიგნით უნდა მოხდეს. ასე რომ ყველაფერი დალაგდება, დაწყნარდება, რა ვიცი, მე ყველა ეპისკოპოსი მიყვარს, მაგრამ მართლა შესანიშნავი ეპისკოპოსები გვყავს და აი ღვთისყალობით, აი სინოდის მერე თითქმის დაწყნარდა ყველაფერი, დალაგდა და თანდათანობით აღდგომა სანამ დადგება, ჩვენ უკვე დაწყნარებულები და დამშვიდებულები ვიქნებით და ყველაფერს თავის სახელი დაერქმება, დალაგდება ეკლესიაში ყველაფერი. დამშვიდდეს ერი, მე ვთხოვ, დაწყნარდეს, აიღონ ლოცვანები ხელში ახლა, მარხვა დაიწყონ, შენდობა უთხრან ერთმანეთს, ვინც განეკითხებს, ვიზეც გაბოროტებულები არიან და რა ვიცი, გიორგი, მე მგონი კარგად იქნება ყველაფერი ღვთისყალობით რა. დიახ და მამაო, ამ ერი არ გავახაროთ რა. დიახ, ამ ყველაფერს მამაო მოაქვს ხშირად ხოლმე ამ ვითომ მართალ ნათქვამს მოაქვს განხეთქილება. ეკლესიაში ასაც განხეთქილება მოაქვს, იქ უკვე ვიცი რომ ტყუილია, იმიტომ რომ არაფერია იმაზე მეტი, ვიდრე განხეთქილება. ეხლა მღვდლები ერთი მეორეს, ხა იმ დღეს გავიგე ხა არ მინდა თქვა კიდე რომ ერთმა სასულიერო პირმა მეორე დაწყევლა შვილებზე და ასე შემდეგ. ამის გამო, აი ამ ყველაფერს მოყვა ეს. ანუ რა ის არის, ანუ როგორ შეიძლება რომ ეს იმას ქნა სიმართლე ჩამოყალიბდეს, როცა მთელ საქმეს იმხელა უბედურება მოაქვს და განხეთქილება და იმერთობას არ ხვევს. ხო, აი თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით თქვენ რა სიტყვით, მამო, იმიტომ რომ თუ შენი სიმართლეს, აი ოჯახში ვარ სიტყვაზე. მე ვთქვი სიმართლე ოჯახში, ხო? და ჩემმა სიმართლემ ისეთი რაღაცა იმას ქნა რა ქვია, ისეთი სახე მიიღო, რომ ერთმანეთი დახოცეს ადამიანებმა, ერთმანეთი ეზიზღებათ, ერთმანეთი შურთ და ასე შემდეგ. ანუ ეს სიმართლე ღირს თუ არა, რომ ადამიანმა თქვას. აი ელემენტარული უბრალოდ აი თქვენი პასუხი კი ან არა, აი თუ შეიძლება მამო, მე ვარ მართალი სიტყვაზე და ისეთი რაღაცა ვთქვი, რომ ნახევარმა თბილისმა დახოცა ერთმანეთი. დედა შვილს გადაამტერე, მამა შვილს სიტყვაზე.
არის ეს თუ უნდა შეიკავო აქედან თავი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიმართლე ხო ის არის რომ მშვიდობას თან შენ ხელშია ხო ეკლესიაში რო ხარ რომ მშვიდობა ჩანერგო ხო ადამიანის დავით მეფსალმუნი ამბობს გიორგი რომ ყველა ადამიანი არის ცრუ, ანუ ყველა ადამიანი არის დაცემული თვითონ და თუ სიმართლის მედრო შეხარ, ან იოანე ოქროპირი უნდა იყოს მინიმუმ, ან იოანე ნათლისმცემელი, ხო? ჯერ სიმართლე შენ სულში და შენ თავში უნდა დაამყარო და აი მე როკე რომ შენ იმდენად განიწმინდები და მიაღწევ იოანე ოქროპირის დონეს და იოანე ნათლისმცემლის დონეს, აი მე კი რა თქმა უნდა აუცილებლად უკვე სიმართლის მედროშე გამოდიხარ. იოანე და აი ეს ორივე იოანე ქვია, ხო, როცა გამოდიოდნენ, სანამ გამოვიდოდნენ საქადაგებლად და სანამ ამხელდნენ უღმერთოებას, მანამდე აცკეტურად ცხოვრობდნენ და თავიანთი ცოდვები მოინანიეს და თავიან თავში გამოასწორეს თავიანთი დაცემული მდგომარეობა. ასე რომ მაგალითად მე როცა აი ძალიან ბევრი ადამიანმა იცის ხოლმე განსაკუთრებით აღმოსავლეთის ხალხმა მე არ შემიძლია რომ სიმართლე არ უთხრა. მე პირში მიყვარს სიმართლის თქმა. სარკეში ჩაიხედე და შენ თავს უთხარი პირველ რიგში სიმართლე თუ კარგია, ხო? აი მოდი რა გადაავლე. ისეთ ადამიანმა მას ხო არ რა უთხრა იმ ეძავ ქალს, ხო? ყველა რა უთხრა, ესროლეთო ქვა, ხო? ოღონდ ვინც უცოდველია, იმან ესროლოსო და მაშინ ზნეობრივი მდგომარეობა რა მაღალ დონეზე იყო, რომ მოიხედა და არავინ არ არისო, რომ ქვა გესროლოსო, მაშინ მეც კაპატიებო და წადიო, ხო? რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა ხალხო ეკლესიაში, მაგრამ შენი თავიდან დაიწყე გამოსწორება რა. მოდი შენ ეკლესიას მიხედე, შენ ტაძარს მიხედე, შენ სამრევლოს მიხედე, შენ მეუღლეს მიხედე, შენ შვილებს მიხედე, ხო? და აი მას რო გამოასწორებ, მე სხვები დაინახავენ, რომ ამ კაცმა გამოასწორა თავისი თავი, გამოასწორა თავისი ტაძარი, თავისი მრევლი, თავისი ოჯახის წევრები და სხვაც მოგბაძავს მე, ხო? ყველაზე კარგი ქადაგება არის პირადი მაგალითი. პირადი მაგალითი არის ძალიან კარგი მაგალითი ქადაგების, ხო? წარმოვიდგენ ოქროპირი და ნათლისმცემელი რომ არ ყოფილიყვნენ სულიერად განწმენდილი ხალხი, მათ ამდენს ვინ დალაპარაკებდა, ხო? იქით ამხელდნენ და ეთქოდნენ რომ შენ ვიზე ლაპარაკობ, თქვა, იქიდან თანხა მიიტაცებული გაქვს, ამან რუშობ, იქ ის ყოლია, რაღაცები და რა ვიცი, ასე შემდეგ რა. ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავამტკიცოთ სიმართლე, თუმცა ვიცით რომ ყველა ადამიანი არის ცრუ, ანუ უჟურლოებასაც შინა მიგვიდგა და ცოტა შინა შამე დედამან ჩემან. ანუ ადამიანი დაცემული არსებაა, გიორგი და მშვიდობა სიმართლე თუ გინდა, ჯერ შენ თავში დაამყარე, შენ განიწმინდე და შენ გარშემო რას ამბობს სერაფიმსაროველი, ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩება მერე, ხო? ის რომ ეხლა გარკვეული ტელევიზიები სიმართლეს ქადაგებენ და ამტკიცებენ, გარკვეული პერიოდის დროს სად იყვნენ, როცა რუსთაველზე ხალხს ხოცავდნენ და სცემდნენ და ციხეში პატიმრებს აუპატიურებდნენ, მაშინ სიმართლეს ატო არ ამბობდნენ უკაცრავად, ატო არ ქადაგებდნენ მაშინ ის ადამიანები დღეს რო ქადაგებენ სიმართლეს ხალხო. ტანჯვა წამებითა კლავდნენ ადამიანებს ციხეებში და ატო მაშინ არ ქადაგებდნენ, ატო მაშინ არ იმაღლებდნენ ხმას და ყველაფერი კარგად არისო, ხო, ამბობდნენ, ხო? და სტრასბურგი გამოვიდა მოსკოვი, ახლა თქვა თუ აი ხედავ თურმე ჩვენ ვერ ვამდგეთ აქ სიმართლეს, სამართალს და იქიდან გვეუბნებიან რომ აი საქართველოს დამარცხდა ერთ-ერთ გამარჯვებულ ტელევიზიაზე, ხო? ეს ძალიან ცუდია ხალხო, მე დემოკრატიის წინააღმდეგი კი, ეს თუ დემოკრატია რაც ახლა ხდება, ხო? აი კარგი დემოკრატია ყოფილა საქართველოში, აი ძალიან მაგარი დემოკრატია ყოფილა, ხო? როცა იმედი დაარბიეს, სტრასბურგს ხმა არ მოუღია, ხო? და არაფერი არ და ახლა უცბად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს რომ თურმე აქ გარკვეულ ტელევიზიას პრობლემები აქვს. ეს ისე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე, როგორც მოქალაქე, ხედავ უსამართლობას და უსამართლობაზე ქვეყანა არ აშენდება. უსამართლობაზე ეკლესია ვერ იდგება, იტორტმანებს და ჩაიზირება ზღვაში, ოკეანეში დავიხჯობით. ამიტომ განკურნე საკუთარი თავი და შემდგომში სხვას უთხარი, რომ შენ თვალიდან ამოიღე დირე და შემდეგ სხვას უთხარი, რომ ბეწვი ამოიღოს სხვა ადამიანო. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ დრო ამოიწურა ჩვენი და ყველაზე დასანანი რა არის, ისე როცა ეკლესიას ემსახურები, სიმართლეს ემსახურები და აი ეს ბოროტი ადამიანები განსაკუთრებულ დიდ მადლობას რო გეტყვიან, იქ რო საუბრობ, ხო? აი ეს არის ყველაზე დიდი შენთვის მარცხი. იმიტომ რომ რუსთავი 2, რომელ მღვდელსაც ეტყვის მადლობას, ან ტაბულა ან ის რომ შენ იქ ხარ და საუბრობ, ესე იგი ის მოეწონა რომ შენ ეკლესიის წინააღმდეგ ისაუბრე და ეს უკვე შენი საცოდაობაა და შენი მარცხია და შენი სირცხვილია და გეხვეწებით გაითვალისწინეთ რომ ესეთ ადამიანი, ანუ ვის წისქვილზე ასხავთ წყალს, ყოველთვის გაითვალისწინეთ ხოლმე, იმიტომ რომ გაჩნია ვინ გეტყვის მადლობას და ვის გამოგეტყვიან კიდე მადლობას.
იმის გამო რომ ვიღაცას შენ გულს გაუხეთქავ შენ პატრიარქს რომ ჭაღარა შემატებ იმ ერთ ცალს კიდე ხო ამაში ვიღაცა მადლობას გეტყვის ეს არის ძალიან დიდი სიბოროტე და არა ის რომ ვითომ ეკლესიის ბურჯი ხარ და შენ ხარ რევოლუციონერი და შენ ხა აქამდე ვერ გამოვასწორეთ ვერაფერი და ეხლა შენ უნდა გამოვასწორო შენ ღმერთმა გამოგზავნა რომ შენზე არის თურმე ყველაფერი ხალხი ისეთი ხალხი ლანძღე რომელიც შენ რამდენი წლისაც ხარ იმდენი წელი პატრიარქის გვერდით არიან და როგორ შეიძლება რომ შენი დავიჯეროთ და პატრიარქის არა ცოტა რთული დასაჯერებელია და ასე რომ თან შენზეც ხო არის ადამიანო რომელიც ამბობ შენ თვითონ საქმით რა კაცი ხარ ხო ამაზეც არის და ასე რომ აღარ ჯერა არც ცრემლების ნიანგის და დასრულდაო გადაცემაო ბოდიშგიხდით ერთი წამი დავიმატეთ კიდე აღარ გჯერათ ქართველი ხალხი ძალიან ბძენი ხალხია და ყველაფერი კარგად იცის და ვეღარ მოატყუებთ რა კარგად ზანდებოდეთ დროებით ვითომ თქვენი სიმართლეებით ხვალდილა 7:30-ისთვის განმეორდება ეს გადაცემა მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი გემშვიდობებით ჩაბათ საღამოს 9:30-ს დაგიმუნდებით თუ ამ ეს გადაცემები იდება Facebook-ზე არის ფონდი ერთობა ესეთი საიტი და მოიწონეთ და ჩვეულებრივად შემოხვალ და ეს გადაცემები ყველა იდება კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობებით იქ და შაბათ საღამოს 9:30-ს დაგიმუნდებით